ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორია. ამ სახელწოდების პროექტი დაიწყო. პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს. მოეწყობა ექსკურსია და პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის დათვალიერებით დაიწყება. მოსწავლეები იხილავენ ექსპოზიციას ძველნაბეჭდი ქართული წიგნი. ამ კოლექციაში ასევე წარმოდგენილია მეფე ვახტანგ მეექვსის მიერ დაბეჭდილი პირველი ქართული გამოცემები. გარდა წიგნადი ფონდისა, მუზეუმში არის ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ იხილონ გერმანული საბავშვო ილუსტრირებული ალბომების გამოფენაც. წიგნის მუზეუმის სტუმრები ნახავენ წმინდა ილია მართლის მემორიალურ კაბინეტსა და მის პირად ბიბლიოთეკას. პროექტის მონაწილეები ექსკურსიის ფარგლებში დაათვალიერებენ დედაენის უნიკალურ გამოცემებს. მოსწავლეები ნახავენ ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმს, სადაც გაეცნობიან ქართული პერიოდული გამოცემების ისტორიას. დღეს ეროვნული ბიბლიოთეკა ახალ პროექტს თავაზობს მოსწავლეებს და არა მხოლოდ მოსწავლეებს, ყველა ადამიანს, ვისაც აინტერესებს წიგნი და მისი ისტორია. ეს ტური იწყება ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში, სადაც კვლავად შეგიძლიათ ეხილოთ ძველნაბეჭდი ქართული წიგნის ისტორია და ასევე ცვლადი გამოფენები. შემდეგ ეს ტური მოიცავს პრესის მუზეუმს, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი ქართული გაზეთი, პირველი ქართული ჟურნალი, ილია ჭავჭავაძის გამოცემული ივერია. შედარებით თანამედროვე გამოცემებიც, ანუ პრესის მთელი რეტროსპექტივა. გარდა ამისა ფუნქციონირებს ემიგრაციის მუზეუმი, სადაც განთავსებულია ძალიან საინტერესო მასალები პირველი რესპუბლიკის შესახებ, იმდენად უნიკალური, რომ ამას სხვაგან ვერ სადიხილავთ. და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს ყველაფერი სკოლის მოსწავლეებისთვის და აგრეთვე ვიწრო პროფესიის მქონე ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ისტორიით, წიგნის კვლევით და ასე შემდეგ.